დილო მშვიდობისა საქართველო რადიო იმედი გესალმებათ. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. მოგესალმებით. მოგესალმებით დილო მშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა მინდა ყველას გისურვოთ უპირველეს ყოვლისა დადებითი განწყობა, რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ დაგჭირდება ეს დადებითი განწყობა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია უკვე და საკმაოდ დიდხანს. კარგით, ვიდრე უარყოფით ველზე ვისაუბრებთ და ასევე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს შევიტყოთ, მოდით ვისარგებლოთ შემთხვევით და გუშინ ბატონი მიხეილი იუბილარი იყო და სჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპით მიულოცოთ მას დაბადების დღე და ყოველივე საუკეთესო უსურვოთ. მადლობ დათო გახსოვთ. უპირველესად ვარსკვლავების წყალობა. დიდი მადლობა ჩემო კარგებო, ყველა საერთოდ უამრავი მივიღე, ასე ვთქვათ, მოლოცვა, კარგი სასიამოვნო სიტყვები, მე სავსე ვარ აი სიყვარულით მოდი ეს თქვა და ყველას გესიყვარულებით, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნაცნობებს, უცნობებს, ზოგი უცნობიც იყო და ყველას დიდი მადლობა ამ საოცარი სიყვარულისთვის და ჩემგანაც მიიღეთ ეს დიდი ემოცია და სიყვარული, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ და თქვენს გადაცემებს და შენ პერსონალურად ჩემო კარგო რომ გახსოვს. ძალიან მიხარია თქვენი არსებობა, თქვენი ყოფნა, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და დიდი პატივია. ასევე ჩემთვის. მადლობა დიდი. გადავიდეთ ასტროლოგიაზე. ეხლა ვნახოთ საქმეზე თქვენს პროფესიას. რას გვიქადიათ. მოდი ეხლა ესე ვთქვათ, რომ იმედია რომ შვიდად გაიარეთ სახელმთვარეობა გუშინ წინ. დღეს პირველ ნახევარში ასევე ახდენს გარკვეულზე გავლენას, ამიტომ დილით თუ აირია იგივე ტექნიკა, ან აირია თქვენც, ან რაღაცა არ შეგეშინოთ. ეს ყველაფერი დაალეგდება დღის მეორე ნახევრისთვის, მოწესრიგდება, ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, საქმეები, რაღაც მოლაპარაკებები თუ გაქვთ, ეს ჯობია მეორე ნახევრისთვის გადაეტანოთ, იქ უფრო მშვიდად და წყნარად წარიმართება ეს ყველაფერი. 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს. ეს არის დღევანდელი ორშაბათი დღე, შემდეგ სამშაბათი, მერე გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი ხუთშაბათი და მერე კვირა. ეს 4 დღე ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ამინდით ცვალებადია, მაინც გეომანტია სიტუაციის მზის ქარები ახდენენ ზეგავლენას გულსიძარღვან სისტემაზე, ამიტომ ვისაც აქვს მithumetes რაღაც პრობლემები, ჯანმრთელობასთან აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წნევას და შესაბამისი პროფილაქტიკა, ან წამლები, ან ყავის მეშვეობით, ან ცოტა მეტად დასვენების მეშვეობით, ცოტა მოუვაროთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ მაინც სისკაბადულზე ახლა ეგრეთ წოდებული დიდი ჯვარია. ეს ჩვენს ვისაუბრეთ, მეგონი წინა გადაცემებში და თუ არ გვისაუბრე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 4 ასე ვთქვათ, 4 ძალიან მნიშვნელოვან წერტილს შორის არის საომარი მდგომარეობა. ეხლა კოსმიური შტორმია სამყაროში, მოდი ასე ვთქვათ, ხო? წარმოიდგინეთ ომის პლანეტა მარსი, მის საწინააღმდეგოდ პლუტონი, გრევის და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, კატაკლიზმების მმართველი პლანეტა, ურთიერთომში არიან ერთმანეთთან 180 გრადუსია მათ შორის და ისინი ქმნიან ასევე დაძაბულ ურთიერთობებს შავ-მთვარესთან, რომელიც მორიელი ზოდიაქოშია და კიდევ მზესთან, რომელიც ახლა კურუშია. მართალია მზე ხან ნელ-ნელა უკვე დატოვებს ამ ზონას, მაგრამ ის სამი მაინც რჩება და ახლა კიდევ ეს 4-ვე ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ როცა ესეთი დაძაბული ენერგია მოდის, აქ კონფლიქტების, ტრავმების, ავარიების, შეიძლება ქრონიკული დაავადებების ან ორგანიზმში რაღაც სხვა სახის პრობლემების წარმოქმნის ალბათობა, ვიმეორებ და არაუცილებლობა მაღალია. ამიტომ თუ თქვენ ხართ დადებითი განწყობით და უშუალოდ პოზიტიურად ნაკლებად შეგეხებათ ეს, მაგრამ თუ ხართ ამ დროს დაყოლილი ხართ ამ ზედმეტ ემოციებს, ეს რაღაც ზედმეტ გრძნობებს, აგრესიას, ავლენთ ან დეპრესიას და თუ დაძრებს, მაშინ უკვე უფრო მეტად შეგეხებათ პრობლემები და სირთულეები. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, რომ თან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია გადასული, ამასთან ერთად თან ახალმთვარეობა, ეს სავსე და ამ 4-ს ახლა გუშინ წინ შევერთა კიდევ მზესთან ერთად თვარე. და რას უკვე ძალიან ძაბო სიტუაციას. ამიტომ ემოციური კონტროლი, შინაგანი სიმშვიდე, დადებითი განწყობა ყველასა და ყველაფრისად. ეს არის და ლოცვა რასაკვირველია ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ის, რომ ეს დღეები შედარებით შვიდად გავიაროთ. თუმცა წყალტკეშა დინება, რომ მე წარმოიქმნება აი ამ უარყოფით ენერგოველის შედეგად კვირის განმავლობაში ასევე გარკვეულ დახს დაასწროს ყველა ზოდიაქოს ნიშანს. და ახლა ვნახოთ რა დახს დაასწროს, თუმცა იქამდე კიდევ რამდენიმე დეტალი შეგვიძლია ჩვენ აღვნიშნოთ. მაგალითად 4 დღეა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვენერა, სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა, რომელიც აქამდე იყო ძალიან რომანტიულ, ძალიან ემოციურ, ძალიან გრძნობიარე, გულმოწყალე თევზებში და სასიყვარულო ურთიერთობებსაც აძლევდა ამ დაგვარ ელფერს. ეხლა წარმოიდგინეთ ეს უცებ რაღაცა მშვიდი რომანტიზმი უცებ გადადის ცეცხლში. ანუ ვენერა გადადის 6 ივნისამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და ახლა წარმოიდგინეთ სიყვარულის ფორმა როგორ შეიცვლება უცებ.
ადამიანები გახდებიან უფრო პარტნიორ ურთიერთობებში, უფრო აქტიურები, ენერგიულები, უფრო კონტაქტურები, უფრო მეტად ექნებათ სურვილი, რომ რაღაც შოუ სპექტაკლები დადგან პირად ურთიერთობებში, იგივე განცდები იქნება უფრო ზოგჯერ აგრესიული გამოხატვის, ან უფრო ენერგიული ფორმის, მაგრამ რასაკვირველია, კამათიც მოიმატებს, რა პრინციპულობა მოიმატებს, ყველას თავისი დამტკიცების სურვილი და სიჯუტე გაუძლიერდება. ამიტომ პარტნიორ ურთიერთობებში ახლა ექნება ძალიან ვნებიანი პერიოდი 6 რიცხვამდე, სადაც ექნება უამრავი ცეცხლის ენერგიები, წარმოჩენილი ძალიან აქტიური მონადირეები სასკოლო სფეროში, ბჭყალებში, ვთქვათ, ისინიც ახლა გააქტიურდებიან საოცრად. ამიტომ პარტნიორული ურთიერთობა ექნება ძალიან აქტიურ ფაზაში, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ იქნება კონფლიქტები და დაუშვათ კამათი და საქმეთა გარშემო. ეს ყველაფერი თამდევია, ამიტომ ვერც შვიდად ცხოვრება არ შეუძლია. ამიტომ ეს ჩვენი პირადი ურთიერთობაც უფრო აქტიური, უფრო ტემპერამენტიანი, უფრო ვნებიანი გახდება, მაგრამ თან კამათით და GSG-ის თანხლებით ეს ყველაფერი. აი ვენერას სწორედ ამის განაპირობებით, მაგრამ რადგან იგი არის ასევე ფინანსებთან დაკავშირებული და მოდი ამშვიდობთ, რომ აი ვერძი მაგალითად არ მარტო შეიძლება აქტიურ სასკოლო ურთიერთობებში ჩაებას ან არსებული ურთიერთობა გამოჩნდეს, რომელიც თავარი ფავორიტი ამ კუთხით, არამედ შეიძლება მის ცხოვრებაში ფინანსებიც გამოჩნდეს, მაგრამ სუნებებიც ფინანსებთან ექნება მაღალი. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, დაუშვათ სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, ყველა სფერო, რომელიც ამ სფეროშია ჩართული, პლუს სპორტი, აი აქ შეიძლება უფრო მეტი დაფინანსება იყოს და ესეც შეიძლება დავინახოთ ამ ვენერას გადასვლასთან დაკავშირებით. და მოდი ამშვიდობთ, რომ ვეცადოთ, რომ დღეს მოვერიდოთ კისრის სპექტრ მოძრაობებს, ორპირფ კარს, მოვერიდოთ გაზიან ცივ სასმელებს, ძალიან ცუდად იმოქმედებს ხელის ზონაზე. შემდეგ ხვალდაზე ცოტა მეტად სუნთქვითი ვარჯიშები და ნაკლებად თამბაქო და ნაკლებად, მოდი ესე ვთქვათ, ესეთი ადგილები, სადაც ჰაერი არ გაქვთ, ანუ ჩახუთვის შეგრძნება შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დაგეუფლოთ, ამიტომ სუფთა ჰაერს მეტად მეაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება ესე იგი უკვე ხუთშაბათს და პარასკევს, აქ ხუთშაბათს ხელს შორის კარგი იქნება თუ შვილებთან ისაუბრებ და მისცემთ მათ საშუალებას, რომ გაარჩიონ ბოროტი და ნათელი. აი ეს მომენტი ცოტა ექნებათ ბავშვებს ცოტა საჭიროა ხუთშაბათს და დავეხმარებით ამ კუთხით იქნება კარგი და მოდი ამშვიდობთ, რომ ესე იგი პარასკევი და ხუთშაბათი კარგი იქნება ოჯახთან ურთიერთობისათვის. იგივე დავუშვათ ურთიერთობა ახლობლებთან, ტრადიციებში ჩახედვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ესეც განვითარებისათვის და რაც შეეხება უკვე შაბათი დღის მეორე ნახევარი და კვირა მაქსიმალურად გავფრთხილდით გულსიზარღვან სისტემას. ის სუსტდება, ამიტომ არავით არის სიმძიმეები, არავით არის ნერვიულობა, არავით არის ზედმეტი, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და არავით არის საუნა, სოლარიუმი და არავით არის ესეთი ადგილები, სადაც გულზე ხდება დაწოლა. ამ მხრივ გავფრთხილდით მაქსიმალურად აი ამ ზონებს ამ კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს მათ პერსპექტივებს ამ კვირაში, რადგან ჩვენ ამშვიდობთ, რომ უარყოფით ენერგოველშია დედამიწა, ამიტომ მაგნიტური ქარიშხლებია, რაც მზის აფეთქებების არის გამოწვეული, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება, ესე იგი, ყველა ნიშანს ამ წყალქვეშა დინებების მიმართ. მაგალითად, დავიწყოთ ვერძით. რა აქვს მას წყალქვეშა ამ შემთხვევაში დინება? პირველი ჯანმრთელობა, იმიტომ რომ მცირდება მისი ენერგოტონუსი და ამიტომ ცოტა მეტი დასვენება ესაჭიროება ეს ერთი. მეორე შეიძლება მოუხდეს საკამათო სიტუაციების გარკვევა, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. არ არის გამორიცხული, რომ მას მოუხდება აქ რაღაც ჩარევა და მეტნაკლებად მოგვარება ამ სიტუაციებისა. შემდგომ მოულოდნელი წინასწარ განსაზღვრული ფინანსური, ასე ვთქვათ, ხარჯი. მიუხედავად იმისა, რომ კი შეიძლება სხვათა ადრეული საქმეებიდან, რაღაც არსებული ბიზნეს პროექტებიდან მან ფინანსები გაუმჯობესოს და თან პლანეტა ვენერა გადადის ფინანსების ერთ-ერთი ნიშანი მის ზოდიაქოში და ესეც გაუმჯობესებს, მაგრამ აი მოულოდნელი ხარჯი სულ არ ელოდება და უცებ დაჭირდეს ესეთი ხარჯი, ხო? აი ეს მაინც არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაასტაბილუროს ეს ფინანსური სფერო. მithomდეს თუ თქვენ ნაჩქარევ ინვესტიციებს აკეთებთ ან კაპიტალ დამოდებებს ამ კვირაში, ეს უკვე კიდევ მეტად გავზრდებს თქვენს ხარჯს. ამიტომ ჯობია რომ ცოტა შევინარჩუნოთ ეს ფინანსები, უფრო წინასწარ განსაზღვრული ხარჯი მაინც იქნება და ეს გავითვალისწინოთ. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს, აქ პირიქით ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა ნელ-ნელა უფრო მდგრადი ხდება. ახლა მithomდეს ახალთვარეობის პერიოდი რო გავიარეთ და აცი კიდევ უფრო მეტად იგრძნობს კურო, რომ აი მოდის ჯანზე შრომის უნარიანობა მატულობს, შესაძლებლობები ექნება უკეთესი, იღბლიანობაც მოიმატებს, რას უპირველეა ეს არის მისი პერიოდი, მაგრამ სამწუხაროდ წყალქვეშა დინებამ, აი ამ უარყოფით ენერგოველმა არ მისცა კუროს მაინც იმის რეალიზაცია, რაც უკვე შეეძლო აქამდე გაეკეთებინა, იმიტომ რომ
არ უნდა დაემთხვეს ეს უარყოფითი პოზიტიურ პერიოდს. ის ცოტა ხელისშემშელი ფაქტორია, მაგრამ როდემდეა ეს უარყოფითი? ეს გასტანს დაახლოებით 20 რიცხვამდე, სანამ კურო დამთავრდება. ხო? ჩაგვიწყდა. ეს რასაკვირველია, კუროებს გვიშლის ხელს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ კურო დაუშვათ იქ ვერაფერს ვერ მიაღწევს, როგორ არა. წარმატების შანსიც აქვს, შემოქმედებითი კუთხითაც კარგი შესაძლებლობები, ფინანსური შესაძლებლობებიც ექნება, უბრალოდ ცოტა მეტი სირთულეებით, მეტი შრომით, ნებისყოფით, მოთმინებით და მთავარი არის რა, რომ არ დაიზაროს კურომ და იმოქმედოს აქტიურად, მაგრამ პრობლემა ახლა სადაა? პრობლემა არის უნებებში. იმიტომ რომ შეიძლება გამიშთეს ότι ადამიანი რაღაც სიტუაცია შეიქმნას, სადაც მას ექნება მაცდუნებელი წინადადებები. დავუშვათ იგივე ფულის სწრაფ შოვნასთან, რაღაც პროექტების ან მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ფაქტორებთან არ აყვეთ. 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერეთ თქვენი პრინციპი წარმოწეწინა პლანს. ყველაფერი ზედმიწოვი ნებისმიერ წინადადება, რომელიც მოვა აწონ დაწონეთ და ნუ იჩქარებთ ამ წინადადებებში ჩართვას. ეს არის თორე შეიძლება აღვნიშნეთ ფრიად საეჭვო ისე წინადადება, რომელიც მე საფნის ბუშტივით გასკდება და არც მომტანი არ იქნება. ეს არის თავარი ახლა პრობლემა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს და ამიტომ იყავით ყურადღებით, მით უმეტეს იმ ადამიანებთან, რომლებიც განსაკუთრებულად გაქებენ, ეს ერთი, მათ შეიძლება მე მოგატყუონ და მეორე გთავაზობენ აი ესეთ პერსპექტივებს, რომელიც დიდ ფულთან ეგნება დაკავშირებული. ფრთხილად, სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ კარგია ხმას. რაც შეეხება ტყუპებს, აი ამ ნიშანს ცოტა უფრო რთული პერიოდი ეწყება, იმიტომ რომ აქ ენერგოტონუსი მისი აშკარად კლებულობს. ამიტომ ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადე უფრო ადვილად იღლება ეს ნიშანი. ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, პლუს აი ეს ეგრეთ წოდებული დიდი ჯვარი, რომელიც ჩვენამდე პლანეტარული წყობა, ცოტა ხელს უშლის აქ ძილს. ამიტომ ზოგ შეიძლება აერიოს ძილი, მათ შორის ტყუპებს პირველ რიგში და ანუ ახლა გაბროებული ტყუპები თუ გინახავთ, ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებენ ისინი, იმიტომ რომ აქ უკვე ისეაც გაორებული ნიშანია, თან სულ სწრაფია, თან თუ კიდე გაბროებულია, გამოუძინებელი, აქ უკვე სერიოზულ შეცდომებს უშვებენ ისინი ტრადიციულად, ამიტომ გამოეძინათ კიდეც საკუთარი თავი და პლუს ამას აქ ფრთხილად იმოქმედეთ. არავით არის არისკო მოქმედება, არავით არის ახალი საქმის დაწყება, ძველი საქმე დაასრულეთ. თან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ცოტა მეტი ყურადღება ჯანმრთელობას და გახსოვდეთ არ ძინავთ ფარულ მტრებს, ჭორებს, ინტრიგებს. მაგრამ მაგალითად მეგობრული კონტაქტებისთვის პერიოდი კარგია. მაგალითად იმისთვის რომ თქვენ გამოავლინოთ თქვენი ორატორული მონაცემები და თუ იქნება საშუალება საზოგადოების წინაშე გამოსვლის, ამან შეიძლება პოპულარობა გაზრდოს. ამიტომ არის რაღაც პოზიტივი, მაგრამ აი ნეგატიურს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. კერჩხებს რაც შეეხება აქ პირიქით ერგოტონუსი მატულობს, ანუ ჯანმრთელობა უმჯობესდება ყოველ დღე, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, ინტუიცია, უფრო მზარდი ხდება, რომელიც გეხმარებათ მათ შორის შემოქმედებითი კუთხით მუშაობისას. ეს პერიოდი სხვათა შორის ასევე ცუდი არ იქნება რეფორმებისთვის, ანუ სიახლეები. შეიძლება რაღაც ახალი მეთოდოლოგია მუშაობის ახალი ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ახალი შეიძლება წიგნი, ახალი შეიძლება ვარცხნილობა, რაღაც სიახლეების შემოიტანოთ. ცოტა თქვენი მოქმედება უნდა გახდეს ნაკლებ კონსერვატიული და ცოტა სპონტანური იმპროვიზაცია ნარევი. აი მაშინ იქნება უფრო მეტად წარმატებული, სხვათა ძალიან კარგი პერიოდია მეგობრული კონტაქტებისთვის და მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენ აქ გემუქრებათ ამ შემთხვევაში, ეს არის ის, რომ სიფრთხილეა საჭირო, სიახლეები საჭიროა, მაგრამ ნუ იჩქარებთ. აი ეს არის კარგად გაიაზრეთ, რაღაც ახალი იდეა, ახალი პროექტი მოდის, ხო? თქვენც ნუ ჩქარობთ 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერე ინტუიციაზე დაყრდნობით იმოგვით. სანამ მიიღებთ ამ სიახლეს. მაშინ თქვენი მოქმედება იქნება გაცილებით უფრო სწორი და წარმატებული. ეხლა ლომთან გადავედით, იმპერატორთან ნიშანთან. ლომებო, ენერგოტონუსი ნელ-ნელა თქვენი მცირდა. გასაგებია რომ თქვენ ბუნებრივად ისევ ბევრი ენერგია გაქვთ და ეს ხა ძალიან ისე არ დაგეთყობათ, მაგრამ მაინც კვირის ბოლოსკენ უკვე იგრძნობთ, რომ შედარებით ადვილად იღლებით. ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით, ცოტა მეაცით დასვენების საშუალება საკუთარ თავს, თუმცა არავინ არ გეუბნებათ, რომ არ იმუშაოთ. იმუშავეთ, შემოქმედებითაც იმუშავეთ, აქაც კარგი შესაძლებლობა გექნება, მაგრამ უბრალოდ დააგდეთ ყური თქვენი გულის და სხეულის ძახილს. რას გეუბნებათ? აი, დაიღალეთ, გაჩერდეთ. მით უმეტეს ახლა შაბათ კვირას, მით უმეტეს როცა გულსვიძარღვანი სისტემა თქვენი ყველა სუსტი ზონა სუსტდება. ძალიან ნუ გადააღლით საკუთარ თავს. ეს ერთი. მეორე მხრივ გახსოვდეთ მეორე პრობლემა, რომელიც აქ შეიძლება წარმოიქმნას, აქ შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაშიც ისეთი წინადადება, რომელიც აღმოჩნდება ფეიკი. ამიტომ ნუ ჩქარობთ ყველა წინადადება გადაამოწმეთ ნურავის ნოენდობით, მით უმეტეს ესეთ ხელშეკრულებებს ხელს ნუ მოაწერთ, რომელიც არ ექნება კარგად გადახედვა, იმიტომ რომ შეცდომების დაშვების ალბათობა ხელშეკრულების
მიმართ არის ამაღალი. ამიტომ გამოიყენეთ გამოცდილი ადამიანები, ვინც ერკვევა უკეთ, გამოცდილი იურისტები, რომ ასეთი იურიდიული მათ შორის შეცდომები არ დაუშვათ. გაუწევთ რაც შეეხება ეს ნიშანი აქტიური ენერგიულია, წარმატებულია, იღბალიც მოემატება, ჯანზეც მოდის, შრომის უნარიანობა მაღალი აქვს, მაგრამ შიგადაში კანონ-ნეგატიური ტენდენციების გამო დაეჯახება უსამართლობას. ამიტომ ეცადეთ რომ კრიტიკა, რომელიც შეიძლება წამოვიდეს სხვათა მხრიდან თქვენდამი, ან რაღაც უსამართლობამ შვიდად გაატაროთ და თქვენი საქმე აუცილებელი ასევე შვიდად გააკეთოთ. მაშინ იქნება გასვლით წარული, მაგრამ თქვენ თუ აყვებით ამ კრიტიკას და უსამართლობის ელემენტს ისე განიცდით, რომ მე ნახევრად დაანგრევთ საკუთარ ფსიქიკას, ეს უყურებელია ხელშეუშლის თქვენს წინსვლას და განვითარებას. სასწორებს ცოტა რთული პერიოდი აქვს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა დაბალია და არამდგრადია. მოდი ასე ვთქვათ, პლუს ამას ემოტება ფსიქოემოციური არასტაბილურობა, ამიტომ ვეცადოთ რომ თქვენ ახლა მარწუხებში მოხვდებით. გარკვეულწილად ის თავისუფლება, რაც გეყვართ, ნაკლებად გექნება, ცვისის ზეწოლა იქნება უფრო დიდი და ეს ამოგაგდებთ ცოტა კალაპოტიდან, დისკომფორტს გიქმნით, მაგრამ ამის და მიუხედავად ეცადეთ რომ შვიდად იმუშაოთ, ენასკველი დააჭიროთ, თქვენი საიდუმლოს შესახებ არ გათქვათ ინფორმაცია და ინდივიდუალურ საქმეზე გადაერთოთ მეტად. კოლექტიური ძალისხმევა ნაკლებად წარმატებული ხდება თქვენთვის. მაშინ უფრო შვიდად სტაბილურად გაივლით ამ პერიოდს. მორელს ექნება ძალიან ბევრი საბრძოლო სიტუაცია, ხმორელისთვის ეს ახალი არ არის და პრინციპში არ უჭირს ბრძოლა, ფსიქოტიპში ეს უზის, მაგრამ იქნება ბევრი პერტურბაციები ამოსაოდნელი, მათ შორის კარიული კუთხით. ამიტომ შეიძლება ამ პერტურბაციებმა დაძაბონ თქვენი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, დაძაბონ კოლეგებთან. ამიტომ აქ თქვენ ხმალ ამოღებული იქნება ეს ნიშანი, მაგრამ თავარი არის რა, კონტროლი არ დაკარგოთ სიტუაციას. ეს არის უმთავრესი და მეორე. პარტნიორული ურთიერთობა, განსაკუთრებით სასქვალო პარტნიორული, ან დაუშვათ ბიზნეს საქმე პარტნიორი, რაც მეტად შეინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს, მით შვიდად გაივლით აი ამ ტალღებით ახსოვსე პერიოდს და თუ აქ ექნებათ პრობლემები, მაშინ ასე ყველა საქმიანი კუთხითაც სირთულეები ერთიორად მოიმატებენ. თუმცა ინტუიცია მზარდია და თუ მას დაეყრდნობით, უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვათ. შილდოსანს მოხდება რაღაც ცვლილებების შეტანა. დავუშვათ, კონდათ რაღაც მოლაპარაკება, კონდათ რაღაცა პროექტი, შეიძლება რაღაც იყო იდეა, მაგრამ ეხლა სიტუაციები შეიძლება ესე სწრაფად შეიცვალოს თქვენ სირგულივ და გარე საზოგადოებრივი სიტუაციებიც შეიძლება შეიცვალოს, რომ მოგიხდეთ რაღაც ცვლილებების შეტანა, რაღაც დამატებების შეტანა და ასე შემდგომ. ამიტომ იყავით ყურადღებით, რომ რაღაც არ გამოგჩეთ. ამ კუთხით რაიმე შეცდომა არ დაუშვათ, მაგრამ ამავდროულად თუ იქნებით სულ სწრაფი, ამას მიაქცეთ ყურადღება და ეს ის პერიოდი, რომ სულისას მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ ხელმძღვანელებთან მიმართებაში. რო აქ არ შეიქმნას რაიმე სახის პრობლემები, დაძაბულობები, მოდი ასე ვთქვათ და კოლეგებთანაც ასევე მეტი ტაქტი თავდაჭერა. მაშინ შედარებით შვიდად გაივლით ამ პერიოდს, თუმცა ენერგოტონუსი მცირდება. ამიტომ დრო და დრო დაასვენოთ საგვიდარი თავი. ესეც გაითვალისწინეთ. რაც შეეხება თუმცა სასწავლო კუთხით პერიოდი ცუდი არ არის, რომ ვენერა გადადის ვერძის ზოდიაქოში და ვერძი და შილოსანი მეხსენებოდ მეგობრობენ და ამ კუთხითაც შეიძლება რაღაც გარკვეული სასკეთო პერსპექტივები გამოჩნდეს. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშანს, აქტიური ენერგიულია, ლიდერია, ხელმძღვანელია, პასუხისმგებლობას სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე, რო იტყვიან ჯანზია, ეს ნიშანი მომართულია კარგად, მაგრამ მოერიდეთ სულ სწრაფ გადაწყვეტილებებს ერთი. ზედმეტ სიჯუტის გამოვლენა, ზედმეტ სიხისტეს პირდაპირობას და ესადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა შვილებთან და სასქვალო პარტნიორებთან. აი ეს განაპირობებს თქვენ წარმატებებს. აქ თუ სიტუაცია აგერიათ, მაშინ საქმეში წაირევით. აი პირდაპირ პროპორციული, ამიტომ ეცადეთ, რომ აი სფერო კონდეთ მაქსიმალურად სტაბილური. მაშინ ავტორიტეტიც უფრო მაღალი გექნებათ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. რაც შეეხება მერწყულებს, იკვეცება მათი თავისუფლება, გარკვეული ზეწოლის ქვეშ არიან ისინი და გარკვეულად სხვა ჩარჩოებში, რაც მაინდამაინც ცოტა დისკომფორტს უქმნის. ამ ნიშნავს თან ენერგოტონუსი კლებულობს, ამიტომ ესეთი აქტიური უკვე აღარ არის, ცოტა ადვილად იღლება, გამოძინება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შეცდომები არ დაუშვათ და ნუ იქნებით სულ სწრაფ. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოდი ავუშვათ, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემა თუ იჩინონ თავი, არ ენერგიულობს. შვიდაც ნარად გადასწრებით, რაც საჭიროა გამოსაცვლელია სახლში, უნდა გამოიცვალოს და ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი, სტაბილური, ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ეს ბევრად განაპირობებს თქვენ სტაბილურობას ამ კვირის განმავლობაში. და თევზებს რაც შეეხება, მიაქცეთ ყურადღება თქვენ სირგულიყო ადამიანებს შორის ზოგიერთი არ აღმოჩნდეს ინტრიგების, ჭორების გამორცელებელი, იმიტომ რომ მას არ მოეწონება თქვენი წინსვლის პერსპექტივა ან თქვენი სიტყვა, ამაზე აგიგორებთ ინტრიგებს, ჭორებს, ამას მე შეიძლება მოყვეს თქვენი ნერვიულობა, დაძაბულობა და ასე შემდგომ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით მუშაობას, მგზავრობის კუთხითაც არ არის ცუდი პერიოდი, ოღონდ
თუ თქვენ ხართ საჭესთან, მაშინ ტექნიკურად უნდა იყოს მანქანა გამართული ისე არსახვიდეთ არსათორი შეიძლება მე გაწოდოთ ამ კუთხით და მიაქცეთ ყურადღება ასევე ფეიკებს. თქვენი მოტყუების თელობა ან არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა მაღალია, კონტაქტებისთვის, ურთიერთობებისთვის პერიოდი კარგია, უნდა გადაამოწმეთ ნებისმიერ ინფორმაცია. მაშინ უფრო კარგად გაივლით ამ პერიოდს, თან ნელ-ნელა ენერგოტონუსი მატულობს, ნელ-ნელა გაუმჯობესდება კიდევ მეტად განწყობა თქვენი ინტუიცია, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. მეგონი თევზებმა კი არა, ყველამ უნდა გადავამოწმოთ საერთოდ ამ საუკუნეში ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ. ეს იყო სარეკომენდაციო ტიპის ვთქვათ, ინფორმაცია, რომელსაც გაწვდით ხოლმე და ვინც გაფრთხილებულია, იცით რომ ის შეიარაღებულია, ამიტომ ამ პრინციპით იმოქმედეთ ეს კვირა და შემდეგ კვირას ორშაბათს ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით წარმატებებს დაგემშვიდობებით.